10 წლეულების წინ ქალაქ წყალტუბოს ცენტრში გაშენებული პარკი, რომელიც 150-ზე მეტი უნიკალური ხემცენარითა და სამკურნალო წყლებითაა მდიდარი, 90-იანი წლების არეულობას საბოლოოდ ემსხვერპლა. გავერანებული და თითქმის ტყედ ქცეული 75 ჰექტარ ფართობზე გაშენებული პარკი აღდგენა რეკონსტრუქციას 2012 წლიდან დაექვემდებარა. სოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით 3 წლის წინ წყალტუბოს განაშენიანების პროექტში აღნიშნული პარკიც მოხვდა და წყალტუბოში არსებულ 21 სანატორიუმი შუაგულში მდებარე ბაღი თავიდან ბოლომდე განახლდა. ქალაქ წყალტუბოში სავიზიტო ბარათია ცენტრალური პარკი 75 ჰექტარზე არის გათავსებული 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის უნიკალური სცენარი არის ამ პარკში გათავსებული. ეს როდესაც წყალტუბოს აყვავების და დიდების პერიოდში ეს პარკი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ულამაზეს ადგილად წყალტუბოში და ეხლაც ესია, არა მარტო მაშინ. ამხელა პარკი ქალაქში მე როგორც ვიცი და სტატისტიკურად საქართველოში მხოლოდ წყალტუბოში არის 75 ჰექტარი, რომელიც თუ არ ვცდები, რომელიც არის თვითონ ქალაქში, რა ეს ქალაქის მდებარეობაში. აღნიშნულ პარკში არის ეს რადანული წყალი, ეს წყაროები, რაც სამკურნალო წყალი ქვია. წყლის და ამ პარკის გარშემო გეგმით იყო აშენებული თვითონ წყალტუბო და ყველა სანატორიუმი 21 სანატორიუმი, რომელიცაც ემსახურებოდა მაშინ 11 აბაზანა, ყველა არის აი ამ პარკის ირგვლივ გაშენებული. წყალტუბოს ცენტრალური პარკი, რომლის ანალოგით საქართველოში არც ერთ ქალაქის ცენტრში არაა, მხედველობაში მისი ფართობი და უკვე მშვენება განაშენიანებაც გვაქვს, სოფლიო ბანკსა და მუნიციპალური განვითარების ფონდს რამდენიმე მილიონი ლარი დაუჭდა. თუმცა ეს ის ბედნიერი შემთხვევაა, როცა ამხელა ინვესტირების გაღება ნამდვილად ღირდა. უკვე დასვენებისა და გართობის მწვანე ოაზისად ქცეულ პარკში განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. შეიცვალა და მოწესრიგდა გზები, დამონტაჟდა განათების სისტემა, დაიდგა დასასვენებელი სკამები, გაკეთდა სავალი ბილიკები და სარწყავი სისტემა. ყველა ასაკის დამსვენებლისათვის მოეწყო კუთხე, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, ამფითეატრი, პარკის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 12 საფეხმავლო და სამანქანო ხიდი აშენდა. 2012 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით სოფლიო ბანკის დაფინანსებით გამოიყო მთელი წყალტუბოს რეაბილიტაციაზე 50 მილიონი ლარის ფარგლებში, რაც ძირითადად მოხმარდა პარკის ტერიტორიას, მთლიანად იქნა გამოცილი მიწისქვეშა კომუნიკაციები, გარე განათებები, ეხლა გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს პრაქტიკულად 12 მსხვილი პროექტი ჩატარდა აღნიშნული თანხით სოფლიო ბანკის დაფინანსებით წყალტუბოში. უკვე დასასრულს უახლოვდება, სადღაც ნოემბრის ბოლოს, ეხლა მარტო გამწვანებაა დარჩენილი და ნოემბრის ბოლოს დასრულდება მთლიანად ეს რეაბილიტაცია. გამწვანებული და გალამაზებული წყალტუბოს პარკი განსაკუთრებით ქალაქის ახალგაზრდებს მოსწონთ. პარკის ინფრასტრუქტურული ცვლილება გათვლილია ტურისტების მოსაზიდადაც. წყალტუბოს პარკი კი ძალიან მომწონს, განახლდა, ბევრი ახალი ნარგავები დაირგა. ბევრი ხალხი სეინობს ინფრასტრუქტურაც აღდგა. საღამობით ვისაც უნდა რომ ივარჯიშოს ირბინოს, ბილიკებიც არის ამისთვის გამოყოფილი და რა ვიცი, კაია. ძალიან მომწონს განახლებული პარკი, ბევრი საინტერესო რამე შეიქმნა და შეიძლება კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს და ხალხიც უფრო მეტ ელის პარკისგან. ასევე უფრო განვითარდა და უფრო მეტი მნახველი ყავს წყალტუბოს პარკს. პირველ რიგში გამოყოფთი გზები, შემდეგ განახლეს დასაჯდომი ადგილები უკეთესი არის, მაგრამ ცოტა იერსახე არის ცუდად. აი, მაინც რას გულისხმობთ იერსახეში და რა გინდათ რომ შეიცვალოს? აი, მინდა რომ შეიცვალოს, თუნდაც აი ეს ძველი შენობები, გადათხრილი მიწები თავის ადგილზე ჩადგეს და რა ვიცი კიდე. იმერეთის გამორჩეულად ლამაზი და საკურორტო ქალაქი, რომელსაც ტურისტებისა და დამსვენებლების მიღება მთელი წლის მანძილზე შეუძლია, თავს უკვე ბალნეოლოგიურ სამკურნალო წყლების, ცნობილი მწერალ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმის, სტალინის აგარაკისა და განსაკუთრებული დაგეგმარების გარდა, წყალტუბოელებისა და ტურისტების ყურადღებას საოცარი პარკითაც იქცევს. პარკით, რომლის რეკონსტრუქცია წლის ბოლომდე მთლიანად დამთავრდება და რომელთან დაკავშირებითაც რაიონის ხელმძღვანელობას მრავალი გეგმა აქვს. როდესაც რეაბილიტაცია დასრულდება, ჩვენ ფაქტიურად უკვე გადავდივართ ახალ ეტაპზე, რასაც მეორე ფაზა ქვია ინვესტორების მოზიდვა ჩვენს მუნიციპალიტეტში და კერძოდ ჩვენ ქალაქში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ხელი შეუწყოთ და ძალიან კაი პირობები შევთავაზოთ, ყველანაირად დავეხმაროთ, რომ თავიანთი კაპიტალი დააბანდონ ახლა, მოიზიდონ ტურისტები
და დაასახმონ ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე გადასახადები შემოიტანონ ადგილობრივ ბიუჯეტში. კალენდარზე ნოემბერია, გვიანი შემოდგომა. წყალტუბოში შემოდგომის ფერების გამა განახლებულ პარკში ყველაზე უკეთი გრძნობა. გამწვანებული წყალტუბოშუა გულში გასაოცარი ფერების ხილვა შეგიძლიათ. ტურისტებისათვის არ გვიკითხავს, ჩვენი აზრით კი განახლებული პარკის ტერიტორია მხატვრის პალიტრას გავს.